ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. პარლამენტი ახალ ინიციატივებზე მუშაობს. დღეს იურიდიულ კომიტეტზე რამდენიმე კანონპროექტი გადის, მათ შორის ცვლილება, რომელიც კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საჯარო მოწოდებას ეხება. კანონმდებლები დაზუსტებულ ნორმატიულ ფორმულირებებს წარმოადგენენ საკომიტეტო განხილვების შემდეგ კი ინიციატივას კანონის სახე მიეცემა. კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოწოდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ინიციატივის საფუძველი გახდა ბოლოდროინდელი მოვლენები, რომლებიც რადიკალიზმის და სტრატეგიული უწყობების დაზიანებისკენ იყო მიმართული. ნანა გოგატაძე გვიყვება დეტალებს, ის კურიერს უერთდება, გისმენთ ნანა. კონსტიტუციური წესრიგისა და სუვერენიტეტის დაცვა სწორედ ამით ხსნის ქართული ოცნება ახალ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება და მოწოდება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება, თუმცა რა ფორმით დაისჯება ეს ქმედება, ეს ჯერჯერობით უცნობია, ვინაიდან სწორედ ამ წუთებში მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოში ცვლილებების განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე და მას შემდგომ, რაც სხდომა დასრულდება, უფრო მეტი დეტალი გახდება ჩვენთვის ცნობილი. იქამდე კი ქართული ოცნების წარმომადგენლები რადიკალიზმზე და ფაშიზმზე აპელირებენ და იხსენებენ ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და აცხადებენ, რომ სწორედ ამ ფონზე გახდა საჭირო და აუცილებელი დღის წესრიგში კანონის გამკაცრება. ქართული ოცნების წარმომადგენლები ასევე ხაზგასმით საუბრობენ საერთაშორისო პრაქტიკაზე და ამბობენ, რომ მსგავსი კანონები ბუნებრივია სხვადასხვა ფორმულირებით არაერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არსებობს, მათ შორის გერმანიასა და საფრანგეთში. ამ ჩანაწერის ერთადერთი მიზანი არის, რომ ექსტრემიზმი, რადიკალიზმი და ფაშიზმი საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამარცხდეს. სხვადასხვა ფორმით ეს კანონი არსებობს ძალიან ბევრ ქვეყანაში, დემოკრატიულ ქვეყნებში, იგივე გერმანიაში, იგივე საფრანგეთში, კანადაში, მრავლად არიან ქვეყნები, სადაც ეს კანონი მოქმედებს, თუმცა სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა ფორმით მოქმედებს. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენი ფორმულირება მიუსადაგეთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობას და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მთავარი ამოცანა არის, რომ ექსტრემიზმი, რადიკალიზმი და ფაშიზმი უნდა დასრულდეს საქართველოში. კანონში შესატან ცვლილებებს სკეპტიკურად და კრიტიკულად უყურებს საპარლამენტო ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამ კანონის ერთადერთი მიზანი არის სამოქალაქო აქტივობის ჩახშობა. ამის საპირწონედ კი მმართველი გუნდის წარმომადგენლები ხაზგასმით აღნიშნავენ იმას, რომ კანონის ამოქმედების შემდგომ არც ერთი ადამიანის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ შეიზღუდება. მათ უნდათ რეალურად ნებისმიერი სამოქალაქო აქტივობა დაუქვემდებარონ მთავრობის ნებართვას და ის კომპლექსები, რაც აქვთ მათ არაღიარება აღიარების ნაწილში გამოაცხადონ დანაშაულად. სხვა მეტი არაფერი არ არის. ჩვენ ვართ ჩვენი სუვერენიტეტის დაცვის რეჟიმში, თავდაცვის რეჟიმში ვართ. ისე ვამბობ, რომ ეს ჩვენი მიზანი არ ყოფილია ეს ნაბიჯები გადაგვედგა. თვითონ გვაიძულეს, რომ ეს ნაბიჯები გადაგვედგა. კანონის ჩარჩოებში მოქცეულοι იყვნენ, კანონის შესაბამისად ემოქმედათ და არაფერი ასეთი გასაკეთებელი არ იქნებოდა. ეს იქნება კანონმდებლობა საქართველოს პოლიტიკური სივრცის და საქართველოს დაცვა ექსტრემიზმისაგან და ის არანაირად არ უნდა იყოს კონფლიქტში გამოხატვის თავისუფლებასთან და დარწმუნებული ვარ, რომ ამ კანონმდებლობით ეს მიღწეული იქნება. როგორ და რა ფორმით შევა კანონში ცვლილებები, ეს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი რამდენიმე საათში მას შემდგომ, რაც საკანონმდებლო ორგანოში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დასრულდება. მადლობა, ნანა გოგატაძე საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. საკანონმდებლო პაკეტში, რომელიც გრანტებს, პოლიტიკურ საქმიანობას და აქტივობას ეხება, ჯამში 7 კანონია. იურიდიულ კომიტეტზე გადის ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში. ფართოვდება გრანტის ცნება. გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირის მხრიდან ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც შეიძლება მოხმარდეს საქმიანობას, რომელიც მიმართულია ქვეყნის პოლიტიკის შეცვლისკენ ან უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებისკენ. ლიკა ალელიშვილი გვერდება პარლამენტიდან. ლიკა, ეთერში ხარ. ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების, სუვერენიტეტის დაცვის, გამჭვირვალობისა და ქართულ პოლიტიკაში უცხოური გავლენის პრევენციის მიზნით პარლამენტი მუშაობს გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებზე. დღეს უკვე რამდენიმე წუთში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მეორე მოსმენით დეპუტატები დაიწყებენ განხილვას გრანტების შესახებ და თანმდევ კანონებში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. იქამდე კი კეთდება პოლიტიკური შეფასებები საპარლამენტო ოპოზიციაში, გახარიას პარტიაში. აცხადებენ, რომ კანონში
შესატანის ცვლილებების მიხედვით ქვეყანაში განსხვავებული აზრის ჩახშობის მცდელობა ხდება, რასაც არ ეთანხმება მმართველი პარტია. ქართულ ოცნებაში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, თუ რა მიზანს ემსახურება გრანტების შესახებ კანონში და თამდევ კანონებში ცვლილებების შეტანა, როგორც ქართულ ოცნებაში აცხადებენ, ახალი კანონმდებლობის მიღების შემდეგ უკვე ქართული NGO-ები და პოლიტიკური პარტიები ვეღარ მოახერხებენ უცხოურ დაფინანსებას, უცხოური გავლენის ქვეყანაში გატარებას და ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნას. ქართული ოცნება ქართულ ოცნებაში დღეს გაიხსენეს გარკვეული ევრობიუროკრატების მიერ გაკეთებული არაერთი განცხადება, რომელიც შეეხებოდა იმას, რომ ისინი ეძებდნენ ეგრეთ წოდებულ შავხრელებს იმისთვის, რომ ქართული NGO-ებისთვის დაფინანსება გადაეცათ, თუმცა ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ახალი კანონმდებლობის მიღების შემდეგ მსგავსი ფაქტები ვეღარ მოხდება. ჩვენ გქონდა როგორც პირველი მოსმენა კომიტეტზე, ასევე სესიაზე ჩვენი შენიშვნები, კითხვები, რომლებზეც პასუხები ვერ მივიღეთ და ფაქტია, ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობთ, რომ ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო გამჭვირვალობასთან, მაგრამ ეს კანონპროექტი ნამდვილად არ ემსახურება გამჭვირვალობას, არამედ სულ სხვა მიზნით და იდეით არის, ასე ვთქვათ, ინიცირებული. მათ კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები არ აქვთ, ვერ მოვისმინეთ. შესაბამისად, ბუნებრივია ჩვენი მხარდაჭერა ამ კონკრეტულ კანონპროექტს არ იქნება. ნაცვლად ითქვა, ორგანიზაციების კი დასახელდა, რომელი ორგანიზაციები აპირებენ უკანონო თანხების შემოტანას საქართველოში, ისევ ექსტრემიზმისა და რევოლუციური სიტუაციების დასაფინანსებლად. არც მიზანი დაუმალავთ მათ და არც ის, რომ ამას აკეთებენ უკვე. სხვა დანარჩენი მტკიცებულებებიც უამრავი იყო, ის წარმოუდგენელი ხუხულა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ნიფ-ნიფისა და ნუფ-ნუფის ხუხულა უწოდა, როგორ არის ესტონეთში, ესე იგი და იქ არის რეგისტრირებული ვითომ ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ ამ დაფინანსებას მილიონობით, აქ არ არის ლაპარაკი რაღაც მცირე დაფინანსებას. ასე რომ ჩვენ შევპირდით ჩვენს მოსახლეობას და ჩვენ შევპირდით ყველას, რომ არ დაუშვებს ქართული სახელმწიფო შავი ფულის აღმოჩენას ქართულ პოლიტიკაში. და რა თქმა უნდა, ყველა ეს გზები, რომელიც უკანონოდ იქნება გამოყენებული, იქნება აღკვეთილი. პარლამენტმა გრანტების შესახებ და თამდევ კანონებში ცვლილებათა პაკეტს პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა და როგორც გითხარით, სულ რამდენიმე წუთში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დეპუტატები უკვე გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ. მადლობა ალიკა ალელიშვილი გვერდებოდა პარლამენტიდან. ხვალ პარლამენტში პრეზიდენტს ელოდებიან ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებზე მიხეილ ყაველაშვილი დეპუტატების წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსგება. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ სიტყვით ისარგებლებენ ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები, რის მერეს დასკვნითი სიტყვით ისევ მიხეილ ყაველაშვილი გამოვა. ეს არის პრეზიდენტის რიგით მეორე წლიური ანგარიში პარლამენტში. ფიქრობ, საკმაოდ საინტერესო თემები დაგროვდა რეალურად ის საკითხები, რომელიც უშუალოდ პრეზიდენტის საქმიანობასთან იქნა დაკავშირებული ბოლო პერიოდში. მეორე სპეკულაციებიც იყო ამასთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე თავად მოხსენებაც, თავად დეტალები იმ აქტივობებისა, რომელიც პრეზიდენტს ჰქონდა, იქნება საგანგებოდ საინტერესო. ორწლიური ანგარიში არის ის თემა, რომელიც სცილდება მნიშვნელოვნად მხოლოდ ერთ ასპექტს, რასაც ქვია პრეზიდენტის საქმიანობა და ზოგადად ფასდება საქართველოში არსებული ვითარება უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეკონომიკის, ჰუმანიტარული მიმართულებებით. მმართველი გუნდი ძალადობაში მსჯავრდებულების და ბრალდებულების სტუდენტ პატიმრება წარმოჩენასა და დანაშაულის ახალისებაზე საუბრობს. პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სატელევიზიო დებატებმა აჩვენა იმ მენტორ ორგანიზატორების უსაფუძვლო სპეკულაციები, ვინც ახალგაზრდები წინა ხაზზე რევოლუციისთვის მიუშვეს და კანონს და კონსტიტუციას შეაჯახეს. სპიკერის სტატუსთან ერთად სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოსაც, სადაც ჩანს ძალადობის ფაქტები და მოწოდებები აქციაზე დაკავებულების მხრიდან. სპიკერი წერს, რომ დღესაც ძალადობისთვის ახალგაზრდების წახალისება ხდება. ანუკა ბუავა გაგვაცნობს ამ თემაზე გაკეთებულ პოლიტიკურ შეფასებებს. ანუკა, ეთერში ხარ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ვრცელი სტატუსი გაავრცელა და ასევე ვიდეო მასალა, სადაც ასახული არის კონკრეტული აქციის მონაწილეების მხრიდან ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები, ეს იმის საილუსტრაციოდ, რომ გადაცემის მიმდინარეობისას საუბარია იმედის ეთერში გასულ დებატებზე კონკრეტულმა მონაწილეებმა, სტუმრებმა, პროფესორებმა წარმოადგინეს ფოტომასალა, ფოტოები და თქვეს, რომ ახლა სტუდენტები არიან დაკავებული ქვეყანაში და დაპატიმრებული, რაც მათივე თქმით არის უსამართლო. შალვა პაპუაშვილი კი ამბობს, რომ ეს არის კონკრეტული ფაქტები დადასტურებული, მათი დანაშაულებრივი ქმედებები და საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც მათ შორის თავს ესხმიან სამართალდამცველებს, იყენებენ ქვებს თუ ასევე აქვთ ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები, უფრო დიდი რაოდენობის და დიდი მოცულობის პიროტექნიკის გამოყენებასა თუ ქვების გამოყენებასთან დაკავშირებით. პარლამენტის სპიკერი ამბობს, რომ მენტორ ორგანიზატორებმა გამოიყენეს სწორედ ეს ახალგაზრდები, ვინც აქციების მიმდინარეობისას მონაწილეობდნენ სხვადასხვა ტიპის ქმედებაში, მათ შორის სტრატეგიულ ობიექტებს თავს ესხმოდნენ და თავად კი უკანა ხაზზე იყვნენ და იძლეოდნენ მითითებებს. შედეგად მოხდა ამ ახალგაზრდების კონსტიტუციასთან, კანონთან თუ სახელმწიფოსთან შეჯახება. პარლამენტის სპიკერი ამბობს, რომ ამის ნათელი დადასტურება იყო იმედის ეთერში გასული დებატებით, სადაც კონკრეტული პირების ფოტოები აჩვენეს. ოპოზიცია ამის მიუხედავად ამბობს, რომ თავად ისინიც წინა ხაზზე იმყოფებოდნენ, თუმცა ამავე გავრცელებულ კადრებშიც არ ჩანან ხელისუფლების ოპონენტები, როგორც სახელისუფლებო გუნდი ამბობს, წინა ხაზზე არიან მხოლოდ ახალგაზრდები, რომელიც ქუჩაში რევოლუციის მოსაწყობა თუ არეულობის შემოსატანად გამოიყენეს და სწორედ პასუხისმგებლობა ეკისრებათ, როგორც ქართულ ოცნებაში ამბობენ, იმ მენტორ ორგანიზატორებს, ვინც დირექტივებსა თუ მითითებებს აძლევდნენ ახალგაზრდების კონკრეტულ ჯგუფს. რაც შეეხება თავად ხელისუფლების ოპონენტებს, ისინი ირწმუნებიან, რომ უსაფუძვლო არის ბრალდებები ამ მიმართულებით და ამბობენ იმასაც, რომ ახალგაზრდები ქუჩაში და აქციის მონაწილეები გამოვიდნენ მშვიდობიანი პროტესტისთვის. თუ ვინმე მიძალა და ეს იყო ქართული ოცნება, ახალგაზრდებმა ქვეყნის სუვერენიტეტის, თავისუფლების, ევროპული არჩევანის საბოტაჟის გამო პროტესტი გამართეს რუსთაველის გამზირზე. ამ პირობებში საუბარი იმაზე, რომ ვინ სად იყო ქართული ოცნების მხრიდან, არის ცინიზმი. სამწუხაროა, როდესაც ახალგაზრდების დაკავება ხდება, თუმცა მეორეს მხრივ არავის არ უნდა დაავიწყდეს ის, რომ ეს ახალგაზრდები სამწუხაროდ ჩვენ სამართალდამცველებზე ძალადობდნენ და ამისი ვიდეო მტკიცებულებები არსებობს. და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს არის მტკიცებულებების უმაღლესი ხარისხი. ხა ვიღაცამ პიროტექნიკა პოლიციელს ესროლა და შემდეგ ეს პიროტექნიკა კარგად თუ ვერ მოხდა პოლიციელს რატო დააკავეს, ეს რა თქმა უნდა გამართლება არ არის. ძალიან სამწუხაროა ახალგაზრდების ასეთი მეთოდებით გამოყენება, ბინძური მეთოდებით გამოყენება და კიდევ ხაზგაუსვა, რომ ეს მენტორები რა მორალზე გვესაუბრებიან, როდესაც უკანა რიგებში იდგნენ და პირველ რიგში აყენებდნენ ახალგაზრდებს სწორედ იმიტომ, რომ მომხდარიყო შეტაკება, მათი მხრიდან მომხდარიყო პოლიციაზე თავდასხმა, რომ შემდეგ რაღაცა ემოციური კადრები გამოეტანათ იქიდან და შემდეგ რაღაცა ემოციებით ესაუბრათ, რომ თურმე როგორ შეიძლება ახალგაზრდები იყვნენ დაკავებულები და კი ბატონო, დამდგარიყვნენ ისინი პირველ რიგში და ის რაც ახალგაზრდებს გააკეთებინეს, ჩაედინათ თავად და თვითონ იქნებოდნენ გისოსებს მიღვა და ახალგაზრდები იქნებოდნენ გარეთ. როგორც ითხარით, პარლამენტის სპიკერმა ეს ვრცელი სტატუსი და ვიდეო მასალა გამოაქვეყნა იმედის ეთერში გასული დებატების შემდეგ, სადაც მოხდა წარმოდგენა დაკავებული პირების ფოტოების და თავად გადაცემის მიმდინარეობისას პრემიერ-მინისტრმაც გასცა პასუხი კონკრეტულად ამ ადამიანებს და თქვა, რომ ქვეყანამ რევოლუციის ხუთი მცდელობა იხილა და ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა სწორედ მენტორ ორგანიზატორებს ეკისრებათ, ვინც მოუწოდებდნენ ახალგაზრდებს ჩართულიყვნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ ქმედებებში თუ ძალადობრივ ფაქტებში. მადლობა შეფასებებით ანუკა ბუავა საუბრობდა. პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ასევე ხმორება საიას ინფორმაციას, რომ წყლის ჭალში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქების სახელით იურისტთა ასოციაცია სამართალწარმოებას იწყებს. კამიტი და პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი სად გაქრა, წერს შალვა პაპუაშვილი. საკალათო სასამართლოში ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღეს წინა სასამართლოს ხდომა მხარეების შესავალი სიტყვით წარსდგებიან. პროცესს ბრალდებული ახალაიაც ესწრება. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი წარდგენილი აქვს 4 ოქტომბრის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაზე, რაც 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალში ედავებიან თვითონ იმ პირების, რომელიც ვითომ ორგანიზატორებად დაიჭირა, სწორედ მათთან
საუბარს ედავებენ და ანუ მითითება ფიქრი აქვს ესეთი რომ თან ხო ეს საუბრა ამასაც ვერ ადასტურებენ და რო ეს საუბრაო თანო მითითებები მისცაო ბრალში სწორედ ეგრეა საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ არის რომ ვინმე ასახელებს ბაჩუ ახალაიას ყველა მასალა გახლავთ საიდუმლო და შინაარსთან დაკავშირებით საიდუმლოა რომ შინაარსთან დაკავშირებით ბრალდების მხარე ვერ ისაუბრებს სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იქნებიან ის ექსპერტები რომლებმაც გასცეს შესაბამისი დასკვნები და შესაბამისად დაიკითხებიან სასამართლოს წინაშე ყველა მტკიცებულება და ყველა ექსპერტი ვინც ჩაატარა და გასცა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურებს მათ ავტენტურობას ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავა პოლიციამ. ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ერთ-ერთი სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თბილისში შეაჩერეს, რა დროსაც ის განზრახ დაეჯახა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს და ავტომობილს. პოლიციელმა სხეულის დაზიანება მიიღო, ის კლინიკაში გადაიყვანეს. წითელი ცირკულარი ძებნელი დააკავეს ბათუმში. თურქეთის ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის მოქალაქეს სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ეძებდა. მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები. ერთი მოქალაქე დააკავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებული რეალიზაციისა და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით თბილისში მიკროავტობუსში უკანონოდ ინახავდა 159,000 ლარის ღირებულების უაქციზო სიგარეტს. სუსტი საკადრო ცვლილებებია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა. სუსის მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქმე უწყებო დაწესებულებას დაზერვის სააგენტოს მიხეილ ძაგნიძე უხელმძღვანელებს. სისხლის სამართლის სისტემის კორუფციისგან თავისუფლებით საქართველო ევროპის საუკეთესო 20-შია. ევროკომისიამ კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის ფარგლებში მომზადდა. კანონის უზენაესობით საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა. უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატს, ევროკავშირის და ნატოს წევრ 12 სახელმწიფოს. რეიტინგში ლიდერობს დანია, მოლდოვა, ალბანეთი და უკრაინა კი დასახელებულია ქვეყნებად, სადაც კორუფციის მაღალი დონეა. აბსოლუტურად ყველაფერში ვართ მოწინავე პოზიციებზე, ეს არა მარტო სამართლის უზენაესობას შეეხება და აბსოლუტურად ყველა ინდექსში ჩვენ ვუსწრებთ კანდიდატ წევრ ქვეყნებს და ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვუსწრებთ ნატოსა და ევროკავშირის რიგ ქვეყნებსაც. ეს არის რეალობა, ეს არის მოცემულობა, ხოლო როდესაც ჩვენ რაღაცა შეფასებები გვესმის ევრობიუროკრატების მხრიდან, ისინი რა თქმა უნდა მოცემულობას და რეალობას არ ეყრდნობიან და ისინი ძირითადად ამ ყველაფერს ცდილობენ რომ დააფუძნონ რაღაცა აღქმებს, თუმცა ციფრები და მოცემულობა ყოველთვის სხვა რამეზე მეტყველებს და სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა, ჩვენი ინსტიტუციები მოწოდების სიმაღლეზეა და შესაბამისად რა თქმა უნდა ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვას. დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთს ეწევა. მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან, რის შემდეგაც გაკეთდება ერთობლივი განცხადებები. პეტრე მამრაძე ნეიტრალური საქართველოს წევრი გახდა, ინფორმაციას პარტია ავრცელებს. მამრაძე აცხადებს, რომ კონსტრუქციული ოპოზიციის არსებობა დემოკრატიის განვითარების, კორუფციასთან ბრძოლის, სწორი საგარეო და საშინაო პოლიტიკის განხორციელების აუცილებელი პირობაა. ქვეყანაში ასეთი ოპოზიცია ამ დრომდე არ არსებობდა და მისი შეფასებით ნეიტრალური საქართველოს ეროვნული ინტერესების დამცველი ოპოზიციური ძალაა. ჟენევის შეხვედრის მოლოდინში უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე სამხრივი მოლაპარაკების მეორე რაუნდი შვეიცარიაში ხვალ გაიმართება. უკრაინის დელეგაცია ჟენევაში უკვე გაემგზავრა. ვეცდებით სწორი დასკვნების გამოტანას უკრაინის ინტერესები დაცული უნდა იყოს, დაწერა უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა. ორდღიან მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს. ამერიკულ მხარეს კი როიტერის წყაროს ცნობით სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ.
საზღვრის კვეთის მცდელობის დროს დაკავებულია უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი. მედიის ინფორმაციით ის ქვეყნიდან გასვლას მატარებლით ცდილობდა. გალუშჩენკო სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიიდან სახსრების მიტაცების საქმეში ფიგურირებს. ყოფილი მაღალჩინოსანი ენერგეტიკის მინისტრის პოზიციას 2021-25 წლებში იკავებდა. გასული წლის ივლისში კი ზელენსკი მისი იუსტიციის მინისტრად დანიშნა. ბიუჯეტიდან 100 მილიონის მითვისების საქმეზე 10-ობით პირია დაკავებული. ანტიკორუფციული ბიუროს მონაცემებით საქმის ეპიცენტრში ზელენსკის მეგობარი ტიმურ მინდიჩია, რომელმაც ქვეყანა დატოვა. კარლ ნავროცკი აცხადებს, რომ ქვეყანა ბირთვულ პროექტს უნდა შეუერთდეს და პოლონეთმა ამ მიმართულებით მუშაობა უნდა დაიწყოს. განცხადება პოლონეთის პრეზიდენტმა მედიასთან გააკეთა. მიზეზად ქვეყნის საზღვართან მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის სახელდება. მედია წერს, რომ პოლონეთმა არაერთხელ განაცხადა მზადყოფნა საკუთარ ტერიტორიაზე ამერიკული ბირთვული იარაღი განთავსებინა. მსგავსი წინადადებით ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ანდრეი დუდა 2025 წლის გაზაფხულზე გამოვიდა. სახელმწიფოები, რომლებიც მშვიდობის საბჭოს შეუერთდნენ ღაზის სექტორის აღდგენისთვის $5 მილიარდ მეც გამოყოფენ, განცხადება ტრამპმა გავრცელა. ამერიკის პრეზიდენტი წერს, რომ მშვიდობის საბჭოს მომდევნო ყრილობა 19 თებერვალს გაიმართება, წევრი სახელმწიფოები კი კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული დახმარებისა და ათასობით თანამშრომლის გაგზავნის შესახებ გამოაცხადებენ. დღის სხვა სიახლეებს გაიცანთ ჩვენ ვებგვერდზე rustavi2.g ან დაასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდით Facebook-ზე. გეშვიდობებით სამამდე დღეებით.